გამარჯოს. გამარჯობა, კარგო და კეთილო ადამიანებო. კი, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები ბრძანდებით, რადგან პატა და ნიკა შოუს სუდი ადამიანი ვერანაირად ვერ უყურებს. თუ უყურებს, მომენტალურად გახდება კარგი და კეთილი. ამის მიზეზს ნუ მკითხავთ, უბრალოდ აქ აურა ასეთი. თან ჩვენ შოუს ხომ მუსიკალურად აფორმებენ და კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაყენებენ ქსაურენები და გიორგი შაშინაშვილი. პატა, შემის მითხარი ბავშვობაში მფრინავ ხალიჩაზე თუ გიოცნებია. მიოცნებია კი? ამ პრინციპში რა მქონდა კიდეც. ხალიჩა. დაფრინავდა? როგორც მეუბნებოდნენ კი, ოღონდ ჯერ პატარა ხარო, მართვის მოწყობას რომ აიღებ, მერე იფრენსო. და მერე ხუაი? კი, მაგრამ ფრენის ხო მეშინია და აღარ მიცდია მას. კარგი, შეგიძლია აღარ წადო ჩემო კარგო, იმიტომ რომ უკვე გამოიგონეს მფრინავი ფეხსაცმელები. ჩაიცვალ და დაფრინდა. ვნახოთ ვიდეო. მფრინავი ფეხსაცმელები არა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში პაპაჩეს მფრინავი ჩუსტები ქონდა. მომხდრია კიდევაც ერთიორჯერ, რა იყო პრობლემა? მომისმინე ის მარტო დაფრინავდა, ეგ ბაბუაჩემსაც კი ქონდა, ეგ მფრინავი ჩუსტები, მაგრამ ამას იცავ და დაფრინავ. თან ერთხელ იყიდი და გაქვს. ამას რა გაწვითოს მითხარია? ამაზე უბრალო მართვის მოწმობა არ გვეყოფა. მინიმუმ თვით მფრინავის მართვის მოწმობაა საჭირო. ეს აირო ჩაიცვა. თუ ძმახარ გამანებით თავი მაგის კი არა ჩემ ფეხსაცმელები ვერ ჩამიშვა ესე გავსუქთ. არა და რატო კარგია? სადმე რომ დააგვიანებ და რა ვქრა გერაცვარე ბოინგმა ჩამიჭრა ცუდად საცომში მომყევიო იტყვი. მე ის მაინტერესებს შემო ნიკოლოს რა საწვავი ჭირდება ამ მფრინავ ფეხსაცმელებს. ალბათ ზამთრის ბათინკები მეც დაწვავენ, ვიდრე ზაფხულის, როგორც წესი. კი, ალბათ მასე იქნება, მაგრამ გლიჩეთ ხევადი გაზი. და ეგ არის. აი, მე ვიცი, ხვდები, სამაგიეროდ კეტები იქნება ალბათ ელექტრო. და რითი უნდა დატენო ნეტა? პანჩურით. 10 პანჩური ქუთაისამ და 5 პანჩურს დაამატებ ჩახვდი ბათუმს. გამოვიდეთ 15 პანჩურად მოძრაო. შენიერი. მოკლედ შემოიტანეთ ალბათ აქაც და დაბადების დღეზე უნდა გაჩუქო მფრინავი ფეხსაცმელი. შენ თუ პანჩურის ამორტყვა გინდა არ არის პრობლემა. არ ვიცი, არ შეწუხდი, მაღალი პადიოი მაქვს მე და აფრენა გამიჭირდება. კი ბატონო. მოკლედ შევცვალოთ თემა, კიდე აფრენა და გაფრენა გვინდა ჩვენ? კი ბატონო, შევცვალოთ. მშვენიერი ამბავი მაქვს. აბა გისმენ? ისტორიაში პირველად საქართველოს ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. რა კარგია. იმედია პრიზების ქართული იყო, თორემ მგონია ცხარის და ოციანის გულისთვის უცხოელები არ ჩამოვიდოდნენ აქ. რასა? ეგ უხარიათ მაგათ. თორე ამ თასებით გამოავსეს უკვე კარადების საქმე. მერე გაატანეს ქართველებმა აქედან რამე პრიზი უცხოელებს, ვერ მოგართვით. აბსოლუტური ჩემპიონი რომ საბა ინანეიშვილი გახდა, ეგ ვიცი და ბულოცავ. არა, ბიჭო, ეხლა ქართულში თავსთავად ჩაგურინებდი ვინმეს. არა, გატანებით არ გაატანდნენ, მაგრამ წილში ხო გაიყვანეს რა. წასულა კეიფი და დროსტარება. დელეგაციისთვის უკითხავთ, როგორ მოგეწონათ ქართული ჭიდაობაო და ჩამოსულმა სტუმრებმა ცოტა ხმამაღლა ვკითხეს დაგვაყრუა ზურნამო. არა ეგონათ. ეგ კი არა მგონი მალე დაიგეგმება მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ლახტში, ველობურჩი და გრძელვირში. არა, ცუდი იდეია. დესეირერ და გიორგი აქ რა გინდათ თქვენ? და კლარეკიდა და ვინ აფორმებს იქ ჭიდაობას? დააცადე კაცო, ჩაწერას მოურჩენ შენ და სადუშვებ ამ ხალხს, რა ვიცი, ზაო, მოჭიდებების გავალახებო და თავი. გავანებთ თავი. ნუ გეშინია ნიკოლოს მოასწრებენ და იმედია ქართული ჭიდაობა მალე ოლიმპიური სახეობაც გახდება და ეს იქნება ერთადერთი სპორტი ოლიმპიადაზე, სადაც გამარჯვებული ოქროს მედლის გარდა მიიღებს ცხვარს და ოციანს. კარგია. ცხვარსო ჩამოკიდებენ, კი წარზე.
ბა კარგი და პირველ ადგილზე ვაყარ 9-20-იანი. კარგი. აქეთ მოკლედ აქეთ ქართული ჭიდაობაო, იქეთ UFC დაანებეთ ამ ავტობანების და ტრასების დაგებას თავი. წაწამი დავაგოთ ქვეყანა. უფრო გამოგვადგება დამეჯერეთ. რა UFC ვერ გავიგე, არ ვიცი შეგამბავ. უი, შენ არ გაგიგია, კაცო, ეს ის როა ჩვენი. დანა. White. UFC-ს ღონისძიების ჩატარება საქართველოში უნდა თურმე. მერე ძალიან კარგია. ილია თოფურია და მერე ბდვალიშვილი ცოტა უხერხულად კი იქნებიან სტუმრების დათეთქვა რომ მოუწევთ სამშობლოში, მაგრამ რაც იცავენ ნაცვალე, სპორტია. ამაშია საქმე. დანა უაიტს კი სურს, მაგრამ სპორტსმენები არიან უარზე. თოფურია და თვალიშვილი სხვაგან გვიბრაგუნებენ და სახში რო იქნებიან ცხვირებს დაგვინაყავენო და მართლებიც არიან. მე მჯერა ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ილიას და მერაბის მოწინააღმდეგეებიც უმაღლეს დონეზე გაილახებიან. თან ხო ის საქართველოს ჩატარებული UFC 6 რაუნდიანი იქნება. 5-ის ნაცვლად რა. ანუ 5-ის შემდეგ მე-6 რაუნდი იქნება KO. გარდაუვალია, რაც იცი. ეს პირველი შეჯიბრი იქნება UFC-სათვის, სადაც წყალზე მეტი ღვინო დაიმეტა. ისე ქართველ მებრძოლებს მოგმართავთ, ისეც ნუ ურტყამთ, მაგის მერე ამერიკის საკონსულომ არც ერთ ქართველს არ ჩაუყავს ვიზა. შეიბრალეთ. საქართველოში UFC-ს ჩივიან ახლა ეგეთი? აგერ ავსტრალიელები თურმე ოლიმპიური თამაშების საწყლოსნო სახეობების ჩატარებას ნიანგებით სავსე მდინარეში აპირებენ. ანუ მათ ოლიმპიური სისტემა წააგებ გავარდები, შეიძლება წააგებ შეგჭამებით. ასე პრინციპში ეგრე იქნება. გამარჯვებული გამოდის დამარცხებული. იმიტომ რომ რაც უფრო ადრე გამოეთიშები ასპარეზობას, მით უფრო დიდი შანსია რომ გადარჩე. და გამარჯვებულს გადაეცემა ნიანგის ტყავისგან შეკერილი ჩანთა ან პირიქით. ნახოთ ეხლა როგორ წავა საქმე. და პირველ ადგილზე გასული რომ შემოეჭამოს ნიანგს, ვის დაკიდებენ ოქროს მედალს, მაინტერესებს. ნიანგს? აი ნიანგი რო გამოგეკიდება, გახვარ პირველ ადგილზე, აბა რა იქნება? დამწნელი რო დაიბრალებს, მე ვავარჯიშებდი ამ უბედურს. ნეტა ნიანგებს თუ უყვართ ისე სპორტი. გიждდებიან კაცო, თურმე იძახიან ასეთი გადასარევი იდეა, ჯერან გამიგიაო. და საერთოდ ეგ ოლიმპიადა 4 წელი რაღაცომ უნდა უცადოთ, კაცო, 4 წელიწადში ერთხელ ხომ არისო? პირდაპირ ეხლავე დავიწყოთ დილიდან ცოტა მიცელი გრემავ. ხო, თურმე სპორტსმენებს თაყვანის მცემელი ნიანგები ავტოგრაფის ნაცვლად პირდაპირ ხელს გამოართმევენ. ზოგჯერ ისე მიხარია სპორტს რომ არ გავყევი, რომ არ ვიცი რა ვქნა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თურმე შვედეთის ჩემპიონი ფეხბურთში ერთ-ერთი სოფლის გუნდი გახდა, სადაც მხოლოდ 1500 ადამიანი ცხოვრობს. აი, სოფლის გამგებელი ყოფილა გადარეული სიხარულით. ასე უთქვამს, აწის სტადიონზე საერთოდ აღარ დავთესავ ნიახურს და წიწმარიტს. ლიგას წიწმარიტი. წიწმარიტი რა არის? წიწმატი ალბათ. წიწმატის ოპერებითი ფორმა. ლიგაზე თუ მივახცევ შეხატებასო. საერთოდ. რა უცნაურია, როგორ მოიგეს ნეტა? ახედავთ აი ქალაქელებო რა ხდება? სულ არააუცილებელი ბუცები. კალოშებითაც შეიძლება თუმე ფეხბურთის თამაში. აბა? დაჯილდოებაზე ყველა ფეხბურთელი ვერ მივიდა. რატო? ნახევარდაცვის ბიჭებს ნახირში უწევდა წასვლა და ამ გუნდს თურმე ძალიან ცოტა გულშემატკივარი ყავს. ვისაც უნდა უხაროდეს, ისინი სტადიონზე თამაშობენ და გულშემატკივარი მეორე სოფლიდან ითხოვს. ჩვენ აქ სპორტული ამბებით ვერთობით და გლობალური დათმობის გამო ისლანდიაში კოღუები გამოჩნდა. ხალი ძალიან დიდი სიცივეები და რა ვიცი, კაცო, სელაპის მეტი ვერაფერი ვერ ძლებს და ხედავ შენ კოღუებიო რა. მალე ალბათ ვეღარ გაარჩევ ისლანდიაში ხარ თუ ფოთლანდიაში. ამ დროს კი ფოთში პირიქით აცივების შედეგად კოღუები გაქმნა და ხალხი გამოჩნდა. ო, აი გაჭირებული ფოთელი კოღუები ალბათ ისლანდიაში ჩაბარდებიან ტოლვილებად. იქით უფრო იწოვებაო.
ოდა ახლა ის დროა ისლანდიაში რომ ზელიონკა და ზვარი გავქონდეს ექსპორტ. არ არის ჩუდიდა. ეს ხო და ბისტრია. შენ ის თქვი ყოველთან ერთად ვეშაპებისა და სელაპების ნაცვლად ახლა თუ ხამსაც გამოჩნდა რეიკიავიკი და ისლანდია კი არა მართლა ფოთლანდია გახდება იგაურობა. მოკლედ მოვიდეთ ცოტა ხასიათზე და მაგარ ამბავს გეტყვით ხო? აბა ხო, მაინც კოღუები. ერთ-ერთ ზოოპარკში 5 თუთიყუში ერთმანეთს იმიტომ დააშორეს რომ მნახველებს დასცინოდნენ და აგინებდნენ გამზდელს. რას არ გაიგებ კაცი? ხოდა რომ აცინებდნენ ამ თუთიყუშებს ერთმანეთს, თურმე აუტეხავთ ყვირილი, სად მიყავარ თქვენ ბო თქვენი დედებს ზურებო თქვენო. უკაცრავ ციკლება გავაკეთებ ხოლმე. ანუ რა გამოდის ფაქტობრივად ზოოპარკის სტუმრები საკუთარ ლანძღვაში იხდიდნენ ფულს. ეგრეა ერთი ბავშვი ტირო და თურმე მოთქვით. ასე მითხეს თუთიყუშება შენი მიაფსი ბაბაშიც. ეს უკვე არასრულწლოვანზე ძალადობაა და შეიძლება ბაჟეში ჩადონ მეგობრები საქციელის გამო. მაგ თუთიყუშების დედა ამბობს თურმე სულ ლოთი მამამისის ბრალია ყველაფერია. მაგისგან ისწავლესო. ეგ კი არა ლომები ყოფილან გაგიჟებული. არც მეფეიცია და არც ვიზიტორიო. ან ეს დედის ფაფრის გინება რა წესია მართლა თქვენი? არ ვიცი სად იყვნენ, მე მგონი კახეთში იყვნენ გაზრდილი. სხვათა შორის ჩემი თუთიყუშიც აგინებს ხოლმე სტუმრებს, აი? დავაკავშირე კაცო. და მე რომ ვიყავი შეთან არ შეუგინებია ჩემთვის? ბოლომდე სვავდი და რატო შენ არ გინები? გადარჩენილი ყოფილან ფაქტიურად. მოკლედ ეს თემა რომ ამოვწუროთ, იმასაც გეტყვით რომ ზოოპარკიდან წამოყვანილი თუთიყუშები წარმატებით დაასაქმეს ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, ვინ უფრო დიდხანს დაიძინებდა. აი დღეს მსოფლიო ჩემპიონატების თემა. კი. ხოდა ვინ მოიგო? ბრაზილიელმა, რომელსაც მთელი 79 საათი ეძინა, გაუღვიძებდა. არ არის ცოტა. მალადეც. ოჩხ. კაიშარდის გუშტი ხონია ვარ. აი ხოლმე ამ პარასკევს შაბათ-კვირის კეიფის შემდეგ არ გავეღვიძებინე ჩემ ცოლს ამდრით და მეც მოხსნიდი რეკორდს. არა ისე რანაირი ბრაზილიერი იყო ეგ. ხავ არ გაუსინჯამ საერთოდ რამ დააძინა 79 საათი. რა ვიცი? ეგ კი არა რომ შეაღვიძეს უნდა დაგაჯილდოვოთ ბატონო, კარგი რა დე 5 წუთის. დაჯილდოებაზე ბრაზილიელ ჩემპიონს უთქვამს რა ვიცი სკოლაში პირველ გაკვეთილზე რო ვაგვიანებდი მასწავლებელი მეუბნებოდა არაფერი შენგან არ გამოვა ძილის გუდა ხარ. კარგია. ამ გამარჯვებულის ცოლს უთქვამს კაია ჩემპიონის ცოლობა, მაგრამ ხრინვის წამალს თუ მასწავლით, მადლობელი დაგრჩებით. შენ ხო იცი თავიდან თურმე ამ ტურნირის ფავორიტად ჩვენი გიორგი იყო მიჩნეული. მაგრამ ვერ მიიღო მონაწილეობა. შოშიტა, ჩაეძინა და აგვიგა. გიორგი შოშიტაშვილი, ჩვენი. ეს გახლავთ გიორგი და ქსორები, რომ ჩვენ შოუს მაყურებლის ხასიათზე და კეიფსა და დროსტარების მუღამზე რო აყენებენ, არა? კი ბატონო, ახლავე იზამენ მაგასაც. აბა! ჯანმრთელი კაცია ჩვენი გიორგი. ჯანმრთელი. და იმიტომ რომ ზინავს ამდენი და იმიტომაც არის ჯანმრთელი. ჯანმრთელობის ფასი არაფერია მოკლედ და ჩემო გიორგი, გადავწევთ გადაღებას კიდე 1-2 საათი. ნუ იმაში. ეგრე რა, სანამ ჯანზე ხარ და ხალისი გაქვს, მაშინ ჭირდები და უყარხარ ყველას, თორე შეგხვდება ვირუსი და არ გეკარება სიახლოვეს არავინ. არც ცოლი, არც შვილი, არც მეგობრები. აბა ბიჭო, თან ხო იცი კაცებს ზნელად გადაგვაქვს. 37-2 რო გქონდეს სიცხე. ასე გონია ვკოდები და მაგ დროს ჩვენი მარტო მიტოვება შეიძლება? არ ვადინოთ ხვირში ყველას, ვინც ჩვენ სიცხიანები და სურდოიანები სარეცელზე მიჯაჭულები მიგვატოვა და არ გვნახა? აპა რა უნდა ვქნათ, ბიჭო? თან სიმღერით მოდი. არა ბიჭოს, გლახავ, სხვა უნდა გაჯობოს.
უძახე შენა იმზარა ძმა, ვერ ამახია ორი მზავა. ერთი ცოტა უხერხული კითხვა აქვს შენთანაც იტო. მეგობარს რას ვერ აპატიებდიო, მაგას თუ მკითხავ ახლა რა თქმა უნდა მეტი გამოუჩნდა. არა, ჯოგეტყვი ხა, აი, ქალებს რა ასაკს არ ეკითხებიან. ეგრე შოფებს არ ეკითხებიან რამდენ სწავს და მაინც მაინტერესებს რამდენ სწავს. ბიჭო, მომისმინე გეტყვი აგერა ხარ რამდენ სწავს ჩემი მანქანა თავიდან ძმაო. 6-7 ლიტრას სწავდა, არა. გულში ძმაო გეტყვი აგერა ევაკუატორი ჩამოვიყვანე სურამიდან, 4 ლიტრას არ გექს. სურამში იყავი ბიჭო. მე ვერ შემომიარე. შენა ბიჭო აქ აგდიხარ გაზის ბალონები და ვისწავლა შეარა ჯიჩების გადაგლებული. რავი ავტოს უზახშია ხოლმე და. ავტო ვინა? მამა ჩემი. მამა შენ ჯანზია კიდე. ვარო ასე და. ბიჭო ეგ აი იმანო გააკეთებინა. შვარჩიკას ბიჭმა. მარჯვენა საჭენი მანქანა რო იყიდა ხო გახსოვთ ეგრა? ხო და საჭე გადაუტანია მარცხნივა და ხეშაშხდომია. იბა რანაირად ბიჭო? რანაირად და საჭე რო გადაიტანე ეგ პედლები გადატანა დავიწყებია და. რა დაბდურა რო იქნება კაცია. ეს ვინელალ ისელაპარაკება ბიჭო ამდენს გამაგე ორჯერ დაასველე ენა ჟოლო. რავი მეგრულად ლაპარაკობს და რას გავიგებთ რა. უნდა გვესწავლა მეგრული კაც. გინება გვიცი მეგრულად ეხლა და რავი შავი გინი. ეისა თუ შემიძვა ხარ თავის თავზე არ ეგონოს ვიცხას არ გაგვიპოსოს რა ქვია. საიდან ეცოდინება ეხლა აი ვიღაცას აი რავი კაც. სადან აბიო თბილისშიო. მეგრუ ბიჭო ვასი. ხო მათხოვე რა იქნება შენი მარშრუტი არა აი ზეგითვინა ტურისტები ვიყავ და არა ძმაო შენ არ გაგიგონია მანქანისა ცოლის თხოვება არ შეიძლება ძმაო. რავი აბა გურაბას ცოლი ტრაქტორია ხარ ვისთან არის და ხარ ვისთან რავი მაგინე დავატია თუ თხოვება არ შეიძლება ახლა ბიჭო ისე მძღოლები მაგარ წუდღეში ვართ არა მარტო მძღოლები რა სუცუნო ხავი რა გინდა რატო ვარ თვითონ წუდღეში ერთი მაგინე რატო ბიჭო ვინც ამას მიქნავს ყველა იმას ეუბნება შენი ჩამომთრევი დედავატირეო ჩვენ ჩამოგვყავს უყელა მაგინე დავწადე ბიჭო ორი კაცი ახერე თუ მიდიხარ თელავში აქეთ გადამოდით აღარ დადიხარ მათაც ახაშრამას მიუსტარი ან რამეს აი მანქანის ფულსაც ეხლა ამოვაგდებ და უნდა წავიდე კახეთში მამკლა ბიჭო აი საცოვებში იმანა რა გინებემა მე მენატრა ჩემი კახეთი მაგინე დავადი მე კი ვარ მაინც საქართველოში აქა მაგრამ სურავი მაინც სხვა არის ჯერა იცი რა ჰაერია ბიჭო მარტო იქა ჰარი იქნება იქა მაგრამ იმნაირად გლასა ცხოვრობ შეჩემისა მარტო შენაყაო მანქანა და რა დააბინძურებდა იქა ჩემი იმერეთიога მახსენდება ზულმეტირება ბიჭო. მეცა. ახლა მაგსაკანა აი ხელი წადები, აი შეკედე. შეძება როლი ნიგოში გადაკვაძული ბრაი, აი ჭკინტი ყველი იწილად ყემანში, ყველა თოხანზე და გუნდიდან როშია ყრი მარეს და როხიადნევა. როიო. იაი დედალი გავიგე მარტო დანარჩენი ვერაფერი და ეგ ჩვენი სუფრიდან მაიპარა ეხლა მე ხო ვიცი. პრასი რა სანატრელია მაგინე დავატირე. რავი რა. პრასია რა. არაკობს ესაკიდეა შაჭამატვინი რო გეგონება კოდალამაზი ზურგზე. ვიზია შობენსა. მოგე. მაგელი. არა იყო ბიჭები. მაცად ერთი თუნდა გადმოგიდე გავკარო ჩენა. აი მანგლაეთი აღამ. რა ხდება ბიჭები? უნდა გადაურეგო კაც. შენა ბიჭო აი შენა არ მეგენატრა სამეგრელო ჰა? აუ რა სამობჯიმა შენო მეუნები ბიჭო მე გიждები სამეგრელო ისე მიყვარს გამიგე? ხარი არ არსებობს მაგაზე უკეთესი კაროჩი მაგრად მიყვარს მე სამეგრელო. რა სიძახი ბიჭო რა სიძახი რა აი შენი ტყვი. თუ ეგრეა მაშინ ამძმა უკახეთი ყველასაი ჯობია და ეხლა თქვენი კრუსნი არ გავიგო. დაიცა ბიჭო რა სიძახით ქართლზე მაგარი არის რომელიმე ბიჭო ჰა? რა ქართლი ვაფშე ვიზა გიღურებ ახლა გიღურებ თაგერ გისმეთ რამდენ ხანი ჩერჩეთებ ასე სამი. რა რას გეტყვით ბიჭო იცით რომელ მხარეზე შეგა დავალაგოთ მარტივად. მიდია რომელ მხარეზეც მეტი სიმღერაა დაწერილი ის არის ესე უკეთესი ზავი. მომიგია მაგინე. მაგიდა. იმერლებს ახლა არ შევ რა მოგიგია იმერლებს არ შეგვეჯიბროთ თქვა გეუნები გეიგე. ეხლა რა შეასაქმე მაიხედე
ვითომ რათა რა კახეთზე რა ცოტა სიმღერები გვაქვს თუ ჩვენზე მეცა ბრძოლობდით ეხლა ახამახმად ხანის დროს არის ის ყველა ისტორია ჩამოყარა აი მითხარი გაჯერდი ახამახმად ხარი თუ არა ისა ქართლზე რა ცოტა არის ძმაოდა წერილი ია სამეგრელო რაჩერდი და თქვენ ნულაპანაგო სამეგრელო მაგარია ვაფშე განოჯი არ გადამიყვანა კარგი ძმო კარგი რა მაიქო ქავხურმე რა იყო ნაპერწკალი ხარ თუ ინახა ეხლა მაშინ აიქა ვიმღეროთ ყველა ჩვენი კუთხისები ხალხმა შეაფასოს რა სიტყვით კი ბატონო ძმაო ვიმღეროთ მიდი რა იზღება მიდი დაიწყე ეხლა მიდი ხო დაიწყე ზამია წევიდა აჰა მიდი გერვება საუცხო არის ჩემი იმერეთი სიყვარულის ხარე საოცნებო სამოთხის მახს მოგაგონებს მადლიანი ჩვენი არემარე კარგია ეხლა მაიც აბა ეხლა რასაც იმღერს ეგრათ არის ცუდი აბა წავიდა კი მაგრამ ახლა მემაცადეთ ჯერ მაშინ გამიგე მიდი ხა მაცადეთ მიდი არტიკოჩი კუმარათუდომ ოსურგირი გელკიავო ოსურმანამუ ასურინა ნაგვალოგა გეთენსიავონა Udelia una naona na udelia una naona დაწელა ხომი დაწელა ელარჯი ამბები თუ არ გვაგინე გაიყო ძმაო რავი მაგრები ხართ მაგრამ ამას ვერ შეედრებით თქვენა დიდი ჰა განახოთ ეხლა მიდი პატარა გული დიდია ბევრის მომსწრე დამნახველი ველებში რეგავს დარივი ეიდა მისი ქართული სახელი ველებში რეგავს დარივი ეიდა მისი ქართული სახელი ოჯახ შემოიოსებ ჩეგეთვალა კი მიდი და უი მაცა აჰა მიდი შენი ჯერის მიდია შენზე უნერი ვარ შენი მზემად ბობს გულს მიმნევიან თეთრი ვარდები ქვეყნად სუყელას რომ დავავიწყდე მე ჩემს ქუთაის მოვენატრები გულს მიმნევიან თეთრი ვარდები მე ჩემს ქუთაის მოვენატრები კარგი დავალ ვიტირებ და მოვალ მოგენატრა ხომ კარგი ეხლა ჩემი ჯერია წავი ვარდების პეთქა მაჭრის თუ იყო ამდენ სიავეს როგორ გაუძე გაგიბედაო სისხლი ალალთა შევთვის დავრილი ღმერთმა შეგარგოს როგორც დედის რძე ჩემო ტრელავო ეგე მოკლე
კონკრეტულად და კონკრეტულად. ეგ მართლა კარგი იყო და გადასარევი გამიგე, მაგრამ ახლა მე მიმიშვით. მიდი ზო. მიდი კაცო მიშვებული ხარ. Aramino Sharika, Arika tu Arika, Aramino Sharika, Arika tu Arika, Arika tu Arika, Arika tu Arika, Arika tu Arika, Aramino Sharika. ეს ხარტი მე მეორე არაფერი არ მინახე რა. ეს იმენა არიქაო შარიქაო რა. ეგ არის ხო შარიკა და არიკა, არიკა და შარიკა ხო? ჩაუთვალოთ. ტექსტის რაოლფეროდების გოგდავა ჩაუთვალოთ. მაშინ მე მიმიშვით ახლა მიდი. მე ფაიტონე მე შენიედრი მინდა სურამი შემოვიანო ზველო მე არღნევ შენ გამომხევი ჩალის უბანში დრო გავატარო ზველო მე არღნევ შენს გამომხევი ჩალის უბანში დრო გავატარო გამარი ვიშურა ქალაქებზე რა ხანტები და დაუშვი მიდი ნებისმიერი არ არის პრობლემა მიდი დააღარე მიდი Sandredio, Sandredio, mudamziano Urmarilis ქვეყანა ხარ შემადლიანო მასშტაბლიო სადღე გრძელო მტრების ჯინაზე შერს პატარა გოხდა ქალაქ Sandrediაზე არიგო ურჩა კონკრეტულად ვერ გავიგე. ეთალა. ჩვენა კახე საერთოდ ზოგადად და კუთხეები თქვით, ე ქალაქებზე კონკრეტდებით. ნო აგე თუ გინდა და კონკრეტულად ქალაქი რა ვაიბი და კი არა კარგი. მიდი აბა. მე და რა სიმღერა. აბა წავიდე. Si çalam adriyani sanabiro Şorsaslar dakçırdı bak bana kal sanabiro Momenadaram si çalam adriyani sanabiro Şorsaslar dakçırdı bak bana kal sanabiro იცი შენ? სიმღერა კი კარგი იყო ნამეტანი, მაგრამ სად იყო აქ რომელიმე კახეთის ქალაქი ნახსენები იყო? კახეთი ვაფშე მართალ გეთანხმები ამეთანხმები. არის ნახსენები. თქვენ ავიდო ნორმალი ხარ. ალაზანი სენაკში ჩამოდი, ის თუ როგორ? სანაპირო ალაზანი იქვეო. აი ხო, დაი. აიღო გემიგე შერო დაგიღიება თან. მე იმისანა სიმღერას ვიმღერებ ვაფშე გამიგე, რო თქვენ რო არ დაგესიზმრებათ საერთოდ გამიგე. ვიდეო აუშვი თუ გინდა. Ragina se video. გვატირე გაზ რა დახო. ოიცა და მასალე მაგარი უნდა ვიმღერო მე. რა შემაგნავი მიდი ჩაგითვლი ხო ნანი იცით და მაგ. ქართლი წევიდა. ხაშურს გადაგავს ხაშურს თვალზარდავს ზურმულ ჩვენებას შეგიყვარა სულსაც გადავს გაიცოცხალსაც თან გაიმედე ვიზატყვე რა ხაშურს გათქათა ხაშურზია ვიჯობა არა მაგრამ სურამზე რა სურამზია ვიჯო ეგა შენ არ ევს იცახი გაივი და ცოდ ვარ ჯოუთან ჯადაბაში მაცალე ვიჯო მაცალე მოუთავო ბარე ბოლო მიდი მიუშვი ჰე ის შეგადებ ზესტაფონო ქშორდები
შორს მივდივარ მივალგე მშვიდობები ვაიმე ჩემო ვენახო შვიდწელიწადს ვერ გნახო რავარი ნელა რო გითავდებათ ხო ატყობთ არა აი მითავდებათ აბა რავი კაცო ხაშური ქათქათა ხაშური რავი ჩაითვალე კი ბატონო დაվել მეგორი ვარ ელავო შენ კახეთის გული ხარ ჯანმრთელი და მუდამ მხიარული ხარ სურნელო ვარ ღვინით ახარაკებული სტუმრებს ხსები დამით მხიარული ხარ სურნელო ვარ ღვინით ახარაკებული სტუმრებს ხსები დამით მხიარული ხარ რას გეტყვი შენ იცი? იქ სიმღერა მე რაღაც სხვანაირად მახსოვს თუ არ ცდები რაღაც სხვა ქალაქზეა მე მგონი დაწერილი კი? მაშინ ახლა მემაცადეთ გამიგე ოხონ ცოტა თქვენი დახმარებას დამჭირდება მე გამიგე? აბა მომეხმარეთ თქვენს? მიდი გაუსი აგაშარა კუმაჩიტო ჯანსულა ხასლას ყმა მოჭკადილი ჯანსულა ქარქაში სუქიორია ჯანსულა ქუდია თურბა ხოხია გეგედა ოტრეთა სუვაჩი მე ალადე ჩენო აკაი ლაპარაკა ჯიგრებო დახმარებებსა ვართ მაგრამ აკაი არ მინდა მარტო მიმეშვით მიდიება აშურო მადლობა ღმერთს რომ სურამელივა სოცხალისა და მკვდარი შენივა შენთვის მღერივა აშურო მაიგო რა ფაქტურად მაიგო ვაროგორავა არა ძმაო ეხლა აიმათა შეჯიბრი არ გამოვა აღდი მოდი ეხლა ჩვენი ჰიმნი ჩავტვით ო და ჩვენ კუთხეებზე ვიმღეროთ და ამით ამოვწვროთ ეს შეჯიბრი აბა წავედი ბატონო ასეურად ავჭალისო გზად ეცილო კარგი ხარ შობრებისთვის დაუჭკნობი ვარდი ხარ თვალს გაკოლებ გზავრობის დროს დუმილი ჩემი ქართლი მოშას ხელის გულივი თვალს გაკოლებ გზავრობის დროს დუმილი ჩემი ქართლი მოშას ხელის გულივი თელავიდან რომ არსებობს გომბორი დაილოცოს ამ მარშრუტის მომგონი 15 წუთში უღელტეხილს გავწდები მიხარია გურჯანსაც ავწდები 15 წუთში უღელტეხილს გავწდები მიხარია გურჯანსაც ავწდები შემოვლითი გზისგან ცოტა დაჩაგრუს ზესტაფონში გადავკეცავ ხაჭაპურს გოხდა გოგო მიმას პინძლებს ყავითა დევეშვები მერე ავტობანითა გოხდა გოგო მიმას პინძლებს ყავითა დევეშვები მერე ავტობანითა დოუნანა დოჩია ზუგდიდიდან მივაშურებ ფოჩიამ უსაკმობით არაფერი გამომდის ფოტის პორჩი მემანქნები ჩამომდის უსაკმობით არაფერი გამომდის წამომყივით ჯიმა მართლა რა მოგდით
ჩემო ძვირფასებო, სანამ სტუმარზე გადავალთ, მანამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ამ შაბათ-კვირას არ გამოტოვოთ კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი სერიები და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი სერიები იქნება. ძალიან ინტრიგა დაიწყო, ინტრიგა. აბა რა. კი ბატონო. ესე იგი, რატომ და რისთვის დაიჭრა მოგელი პატივცემული? დედა. მოკლედ, შაბათ-კვირას საღამოს 8-ზე კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი ძალიან მაგარი სერიები. რაც შეეხება სტუმარს, მე მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი სტუმარი და ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მინდა წარმოსთქვას ჩემმა ბაგემ ეს სახელი და გვარი. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, რაც თავარია თქვენ ძალიან კარგად იცნობთ იუმორით, ხალასით, ნიჭიერებით და თქვენთვის და ჩვენთვის საყვარელი მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბესო ბარათაშვილი. ბატონო ბესო, შემოგევლოს ჩემი თავი. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მართლა? დიახ. და რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ეს სავარძელი მოგიხდათ. არქვა. კაცო, რას ლაპარაკ? რა ამ სიბერეში. ჩემო ბესო, როგორ ახარ? რა ვიცი, ფისწყალობით. რა ვარ ვიყავი ვარ ისე. შემოგევლო შენ. ესე იგი, რა ხდება შენსკენ, კარგი და ახალი? ახალი რა თეატრში მუშაობ ისევ არ გაუგდივარ. თეატრში დაგიწყიათ არ გაუგდივარ ჩვენ. მუშაობ, რეპეტიციები მაქვს. ხანდახან სპექტაკლებსაც გამოურევენ. კარგია. ესო, რამდენი არის ათლა ნიკოლოს გახსოვს ეს თარიღი შემთხვევით ხო არ გახსოვს რამდენ წელს ითვლის ბესო ბატონის ყოფნა თეატრში. მარჯანიშვილში არა, ზოგადად. ზოგადად რა ვიცი. ეთქვე 1988 წლიდან ვარ და რავი რამდენი გამოდის არა. მომიშვიდე, ერთ თეატრში, კიდე რომელ თეატრებში იყავ? ჭიათურა, ბათუმი. ბათუმის თოჯინებშიც. აჰა. რუსთავში მაქვს ნამუშევარი. კი ბატონო. მოზარდი. აჰა. აჰა, მოვიდა. კი ბატონო, მე სარდაფი. ერთი სარდაფი მეორე. კი ბატონო, მეტი ფიზიკურად არ სარდ თეატრიდან. ხო, მოკლედ სადაც მარშრუტკა აჩერებ და იქ თამაშობდი. და რა მინდა კითხე, ყველაზე კარგი ხილფასი რომელ თეატრში იყო? აი, რა შეიძლება. არცერთ. სადა მოისურთქე. დამანებეთ თავის, ამ მართლასანამ არ გამაგდებენ იმის. ესე იგი, როგორ გიყვარს ეს პროფესია, რომ მაინც ხარ თეატრში? ეს შენ თქვენს ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ცხოვრებაა ჩვენი თეატრი. სხვანაირად უკვე აღარ შემიძლია. მაგით არა იმას ვფიქრობ, თუ მივახციე იქამდე, რომ მე აღარ დავჭირდები არავის და სახში და მე რა უნდა ვქნა იმას ვფიქრობ. არიღელო. ჩვენ ვხსნით ახლა თეატრს, იუმორის თეატრს და დიდი სიამოვნებით მოგვიწევთ თუ გვიკადრებ და ითამაშებ. რატო კადრება რა შუაშია კაცო? სხვათა შორის არაჩერებს მარშრუტკა ჩვენ თეატრთან. მიგიყვანთ და მოგიყვანთ ბატონო. აი ბატონო. მოკლედ შევთანხმდით. ხო? მაგის გარეშე. რა როიკითხე, რომელ თეატრშია ყველაზე კაი ხელფასია? აგერ ნახავ ბატონო. მასე იწყებს ყველა თქო. ბესო, იცი რა მინდა გითხო? ნუ საკმაოდ ბევრი წლები, ბევრი თეატრები ჩამოთვალა და აი რომელია ის როლი, ჩემი არ იყო შენ სახასიათო მსახიობი ხარ, ესე გადაწყვიტეს და რომელიც აი გინდა რომ კიდე ითამაშო. არ მინდა, იმიტომ რომ მე თვითონ გული დამწყდება, რომ ნეტა ის მეთქვა თქო. მეორეც ხომ მქონდა. მეორე ვერსიაც. შესაყოლელ თემაზე გადავიდეთ, მაშინ ქართული სუფრა. კი ბატონო. ნიკოლოზ, არა გაქვს შეკითხვა. როგორ არა, ქართულ სუფრასთან დაკავშირებით მაგ თუ მაგ შეკითხვა. ესე იგი, ახლა გეტყვით ბატონო ბესარიონ,
ჩამოგითვლით მე 5 ეულს და თქვენ მითხარით რომ ეს დააყენებთ პირველ ადგილზე. მიდი. ალბათ იმერული კერძი. ხო, იმერული კერძი დავიწყოთ. კახურზეც არ ვარ. მაგალითად ნახევარი თელაველი რო ვარ. არა, არ მოვწონი. ესე იგი მე ვიმიგრე რომ აქეთ აი რომ იქით დავკარქო ის თელაველი. წიარი კაცი როა. მაშინ ესე გავაკეთოთ. შენ ჩამოთვალე იმერული ამბავი და ერთ სვიტყვი კახურს. მიდი. კარგი. ხო. დაიწყე. კარგი. ჭადი და ყველი. იმერული ხაჭაპური. წიწილა. ყემალში მაგალითად სეზონის მიხედვით თუ არა, აგერ მეორე კაინი გუზიანე ისამაკ. კაი პრასი შეგბაზული ჯიგოსში. კარგია. და სულ ყველა ერთად, რომელს დააყენებთ პირველ ადგილზე. და ერთი კახური ხაშლამა. მარტო ხაშლამა? მარტო ხაშლამა, რატო უნდა თქვას კაცს ახლა? ერთი დაგიპირისპირებ, მოკრძალებული კახელი ვარ კაცო და იყოს მწვადი მაშინ. იმას ხორციანი არ თქვა არაფერი. დაძმარული პრასი თქვა მაგას. ერთი ხათამი გაძვალყებული წიწილაი. იგი რა ქვია, ბრიგადები რო დადებდნენ. კოჩი. კოჩი რომ უარდა მე. ხო მომგალია მე. იმადო რომ ზევიდეთ კახეთში რა ვერაღულებ მე გაშლი მქონდა სუბრა. არა, აქეთ ახლა შენ რაც ჩამოთვალე. შენ რაც ჩამოთვალე, შეკმაზული პრასი ყველას მირჩევნია მაგეებში. ახლა ხაშლამაზე რა წვადი და ხაშლამა. მაშინ იყოს წვადი. კი ბატონო, წვადი თუ ბოზბაში, თელაური. მაინც წვადი. მაინც წვადი. ღვიძლის წვადი თუ მწვადი. წვადი. შო, გადაწყვეტილია. 1-2 დრუპი დაალაგე შამფურები. ხო ხედა, ჯერ არ გამიხსნია თეატრი და უკვე კვებაზე გადავყავ. ჩვენთან როგორ იქნება? იცი ხერფასი კი არ იქნება, აცი ვაჭმებ, სახიობებს და მე წარმომიდგენია მე რა იქნება. ჩემო ბესო, მოდი მე რამიდა იცი, ჩვენ მაინც თეატრი იმ ბევრ ძალიან მაგარ და მნიშვნელოვან პატარ-პატარა თვისებებთან ერთად თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლის გამოც გვიყვარს თეატრი, ერთ-ერთი არის გასტროლები. მოყევი რამე გასტროლები თუ გახსენდება, კარგი. ახლა მაგ ამბებს რა დალევს, მაგრამ რა ვიცი ახლა გაგეცინებათ ამ ამბავზე თუ არა. შორეულ ამბავში ვართ რა, კოსტა-რიკაში ვართ წასული. ჯერ რომ მივდიოდით იქ თეატრი თუ იყო საერთოდ არც მეგონა. კოსტა-რიკაში მე ვთქვი თეატრი, რავი. ჩავედით ბიჭო, თეატრი კი არა, ერმიტაჟი დაგვდა. მეტი არაფერი არა იმ კოსტა-რიკაში. ერთი თეატრი აქვს იმ ქალაქში, დედაქალაქში და ეგ არის სანახავი მეტი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან მაგარი რა. თავის დიდი დარბაზი ეს 800 კაციანი თუ 900 კაციანი დარბაზი და პრეზიდენტის ლოჟა. ამ მოგზაურობებში მე და ჯაპანა ერთ ოთახში ვიყავით ხოლმე. ხო. ხან გვიწევდა რომ თქვა თითო კაციანი ნომრები იყო მაშინ კი, მაგრამ როცა ორ-ორს გვასახლებდნენ, მაშინ მე და ჯაპანა, განუყრელი მეგობრებია. მაგაცები ინსტიტუტიდან მოყოლებული ესა და ჩავედით ამ კოსტა-რიკაში და ერთი ქართული ოჯახი დაგვდა. მეტი არ ცხოვრობს ქართველი გარავენ. ერთი ოჯახია ქართული გადასარევი ხალხი. გვარი ხوار გახდა. როინიშვილები არიან. აჰა. მოკლედ 22 წელი იყო მაშინ ის კაცი აქეთ არ ყოფილა და მოკლედ გაუხარდა ერთი რამდენიმე წლის წინ სუხიშვილები იყვენო და ახლა თქვენ ხართო და გაუხარდა გაგიჟ და მოკლედ პურმარილი ავისებული თავის კოსტა-რიკური ყაურმა სახში გააკეთა რაღაცეები რა ფურშეტი თუ რაღაცა ეხა ეს მოკლედ რა ამ ეს კაცი ახლა თავს არ ირჩენდა მაგრამ გასართობად ისე ღვინოებს ქართულ ღვინოს იქ ყიდდა აჰა აქედან ალბათ 1.50 იაშიქს ალბათ გაუგზავნიდნენ 50 ყუთს ღვინოს და ხო დაგვპატიჟა და რომ 4 იაშიქი ჩვენ დოულიეთ მარტო კაცი გაკეთებას აპირებდა შავი დედალივით
ჩვენ დავლიეთ 4 იაჟიკი. მე ცოტა ადრე წამოვედი არ ავსვავ რა ჩემი ჯანმრთელობის ამბების გამო ვერ ავსვავ თორე განა არ მინდა მაგრამ ვეღარ ხო და წამოვედი ცოტა ადრე ხარ 4 საათია ჯაპანა და თქვენი თეატრის მსახიობი როა ის როლანდი ჩვენი სერიალის ოქროპირიძე თქვენი თეატრის მსახიობია ის როლანდი ოქროპირიძე ეგ და ჯაპანა შემოვიდნენ ოთახში ბიჭო როგორ ავარ იცი რომ 11 საათია განსხვავება დროში საქართველოს და იმას შორის წამალი მაქვს გასაკეთებელი უკვე ამერია ახლა გავიკეთო როდის გავიკეთო როდის არ დილა როდის აღამე როდის უწევს ამ წამალს არ ვიცი ისული გასაკეთებელი ხო ნუ დიაბეტის ისამა ინსულინის ვიგე როდის არის როდის დაღამდა როდის ჩვენთან რა დროა აი ამ იმაში არ როცა ძილის დროა მაშინ არ მეძინება ანუ რო დაღამდება იქა გათენდება მაშინ მეძინება მოკლედ არეულ და ძლივს ჩაძინებული ბიჭო ამ кейფის და ყაყანის და იმის მერე მოვედი ნომერში ძლივს აი როგორ წამთული მაგრამ 4 საათია შემოვარდენ ეს ორი ჯაპანა ცხოვრობს და ესეც შემოყვა გაიღვიძე რა იყო დაფეთებული რომ წამოვარდები ხო რა მოხდა არაფერი მოვედით აი რაღაც ეთქვი ჩხუბს ხარ და უწყებ ახლა ვიყვირე ერთი რომ აი რა ამის დედავატირე რა ნამუსია რაღაცები თქვი მაგრამ ნუ ახ გინდა თქვი და გინდა არა ძლივს განან ფეხზე თან ოთახში არ გაწევიებო ქვევით უნდა ჩახვიდე მე 5 სართულიდან ლიფტით დავეშვები და აღარც ამოსულარ ზევით აზრი არ ქონა გამიწვადი მეორე დღეს ჩვენ რაღაცა მივდივართ და ჯაპანა ისევე დააწვა იმ კაცთან ის ორი მოწნი რომ დარჩა რო კითხო პაესტკაში იყო იმ კაცის სახლი და სასტუმრო ხო და ისევ წევი და ღვინის დასალევად იქ საწყარი გააცავტე ისევ 4 საათია ჩაძინებული მეორე დღეს ვაპირებთ წყნარ ოკეანეზე წასვლას იქ რაღაცა ნაკრძალი ყოფილა ჯუნგლების და იქ უნდა შევიდეთ და მოკლედ ამ ოკეანეში ვიბანაოთ თუ ვიდგაფუნოთ თუ რაღაც არის მოკლედ რა ვიდგაფუნოთ ხო და რაღაცა მოკლედ და ფულს ვაგროვებთ და ჩვენი თეატრის ვინც იყო ხელმძღვანელად წამოსული თიო აგროვებს ფულს რაღაც გარკვეულ თანხას რა ჯაპანამ კეთქვა რომ მე არ წამოვალო მან ახლა იქ წავალ დავთრებიო და მე მან წამოსვის თავი არ მექნება ნუ არ გეგონოთო რომ მეო ძუნწი ვარო მე მაინც დავდებო მაგ ფულს არ წამოვალ მაგრამ დავდებო არ გინდა ბიჭო შენი ფული ვისა არა მაინც უნდა დავდო კაი ბატონო დადე ახლა ჯინიანია და ვინდო უწყებს ახლა შეგამადება დადე აღარც მახსოვდა ეგ ამბავი და ისე 4 საათი ისე ძლივში ისე ხარ ვერ გაიგო ნემსი გაიკეთო იცხა მანჯ ფეხზე არა რაგი ჯაპანი რა გინდა ბიჭო რატო აი რა გინდა რა არა გიხვეწები არ მეჩხუბო ახლა საქმეზე გაღვიძებო რა საქმეზე შვიდობა ხო მეთქი 4 საათზე რა კოსტა-რიკაში რა საქმე უნდა $100 მინდა მოქცეო და მიეცთიოსო და ხურდა უკან მომიდანეო ხვალე რო ნახავ მიეციო და მე ვარ წამოვალო აი ვიცი რო არ წამოხვალ დადევი აგერტო მოჭკაზე მეოთხე დაწეკი ნუ გონია რო ახლა უნდა გაიხადოს რაღაც მე მომწადო და დაწვეს და იძინოს გიდის კარებში იგი სად მიდიხარ ბიჭო და ეს $100 ასე მაქვს სად მიდიხარ ბიჭო ეს ბერიკასთან ავალ ჭაჭას დავლეო მითხრა ბერიკას ნომერშიო იმას ჭაჭა აქო იმას დავლეო მოკლედ ისევ ჩამოვედი ქვევით ეს $100 შევიდე ჯიბეში გახარ ეწე გავალ ვეწევი კიდე ამ სასტუმროს წინ გავალ გამოვალ ვეწევი დავარციქნა 7:30 გახდა დილის და აბა საუზმეო დაიძახეს და პირველი ცვითე თავი შევარდიში რა მეკეთებია გარეთ მომწყინდა უკვე და შევედი დავჯექი ახლა ვიღაცები შემოვიდა თიოც შემოვიდა რა ვახარ იქით დაჯდა თიო სად იყო და სად არა შემოდის ჯაპანა
მოვიდა ის $100 ადგაქო გუში რომ მოგეციო აგერ მაგ ჯიბეში მეუთხარი მომეცი აგერო აჰა გამომართვა და მივიდა თიოსთან და აუ ის ფულიო და ჩემაგე მე არ წამოვალო მაგრამ და მიდის ასე დევეციეს ამის სახელოზე მოვკაჭიას მოდი აგე მოდი რა გინდაო ბიჭო მე რატო გამაღვიდე შენ თუ უნდა მიგეცა ეს ფული მიყურა ასე აუ იდი რა იდეო კი აგე ჩემამაგინა კი ეს მაგარი დრო გიტარებია კოშტა რას ლაპარაკობ ისე მაგარი ქვეყანაა ძმო ჩემო ბესო რამე ახალი ხوارიცი ანეკდოტი ისეთი რომ მოგვიყვედა თან დავემშვიდობოთ ერთმანეთს ბიჭო ახალი არ არის მაგრამ კაი შენ რო აი შენახული მაგრამ რა ვიცი იცი თქვენ თუ არა კაცი კარნავალების მაღაზიაში რომ მივიდა იცი მერე მაღაზია არის კარნავალისთვის წყიდიან ნივთებს რა ამან უთხრა რომ ჩვენ ქუჩაზეო გამყიდველს ეუბნება დღესო კარნავალიაო და ადამიანს თამაშობ და ფოთოლი მინდაო იმან გვაქვს ფოთოლი გამოვტანა მეგვის ფოთოლი რაც ეკუთვნის ადამიანს ვაზის ფოთოლი დედლი გადა ო ნუ რა გამოვტანა აბო ეგ პატარაო ცოტა დიდი არ გაქო კი გვაქვს გამოვტანა ხა ცოტა დიდი რაცხა ეს ფოთოლი იყო დიდი კაკლის თუ რაღაც ფოთოლი არა ცოტა დიდი კიდევ კიდე გვაქვსო ამაზე აი დიდი ლოტოსის ფოთოლი არა ეგეც პატარაო ცოტა დიდი გამოუტანა პალმის პლისე რო არის პლისე ეს დიდი ტოტი გამოუტანა ეგეც პატარაო და კიდე ხო არ გაქვს დიდიო და არა ფოთოლი მეტი მაღაზიას არ აქვსო მაგრამ აქვს თქვენთან შემოთავაზებაო აბა მითხარიო იმან დაანებეთ ადამიანს თავიო პირში ჩაიდეთ და ბენზიკალო გაიღავით რა ასე დამთავრდა კარნავალი ესე იგი ჩემო ჯილკასო მე კიდევ ერთხელ მინდა დრო რო გამოვნახე და მობრძანდი ჩვენთან შემოგევლისო ძალიან გვიყვარხარ ღმერთმა მაგრად გამყოფოს და გეტყვით რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ბესო ბარათაშვილი მოკლედ ჩემო პატა დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს არაჩვეულებრივ ბესო ბარათაშვილს და სულ ტყუილად გონიათ რომ ამით დამთავრდა ჩვენი გადაცემა არა ჩემო ბატონებო დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი გიორგის არაჩვეულებრივი პრემიერა სიმღერის ის ხوار მოვიდოდა როგორ გეკადრებათ როგორ რა ხდება ზოგადად რომ ვიცოდე გიორგი ჩაგვაყენებს საქმის კურსში გიო სიახლით მოვედით როგორც ყოველთვის აბა რა პრემიერა ძველი სიმღერა ნინო ახვერდაშვილის დაწერილი სიმღერა დარდები ქვია მაგრამ დარდი მანდები დაარქვიშენ გავიქაროთ დარდები ესე რომ ვთქვათ ამ სიმღერით და იმღერა მორის ჯანაშვილმა ჩვენი მეგობარი ძალიან ისეთი კარგი სიმღერა ბიჭებს მადლობა ზაზა გოჩიტაშვილის მადლობა და ის გადაგვრჩენია მოვისმინოთ და შევაფასოთ მოკლედ კიდევ ერთი პრემიერა ახალ შემადგენლობასთან ერთად და წავედით აბა შენიც იგიო არ მკითხე არადა რატომ ავარავა და
ნაგვალევს გავხები დაგეძებ ფიქრებში დაგეძებ სიზმრებში უშენო დღეები წამებად მიდია არ გვინდა სიტყვები